იცით, წლების მანძილზე ცდილობდით რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკა ჩამოყალიბებულიყო ქვეყანაში. ლიბერალური რასაკვირველია არასოდეს არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველოზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაცია მომხმარებლების მიმართ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ ნახავთ ამას, იმიტომ რომ შარდის ანალიზის მიხედვით თუ წელიწადში პირველად ამ შარდის ანალიზის პასუხი დადებითია ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, არალეგალურ ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, ადამიანი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მაგრამ თუ წელიწადში მეორედ არის დადებითი, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ანუ ლიბერალურისგან ძალიან შორს ვიყავით და ყოველთვის ვცდილობდით, რომ ეს საკანონმდებლო რეგულაცია შეგვეცვალა, იმიტომ რომ მართლა სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსოფლიოს ქვეყნებს რო შევადაროთ, ეს არის ყველაზე მკაცრი რეგულაცია მომხმარებლისთვის. და ფაქტობრივად ზრუნვის მაგიერ მქონდა დამსჯელობითი მიდგომები, რაც იწვევდა ადამიანის უფლებების შელახვას არამხოლოდ მინდა რომ აი ეს კაფიოთ თქვა რომ არამხოლოდ მომხმარებელთა თემის და წამალდამოკიდებული ადამიანების რომელთა უფლებები რასაკვირველი ელახებოდა იმიტომ რომ კურნალობის შესაძლებლობა და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა ადამიანის საბაზო უფლებაა მაგრამ არამომხმარებლებისაც ილახებოდა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ადამიანი, თქვენი ღირსებით, თქვენი ასე ვთქვათ, თვითშეფასებით, მიდიხართ ქუჩაში და პოლიციელი მოდის თქვენთან და გეუბნებათ, მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება თქვენ ზემოქმედების ქვეშ იყოთ. თქვენ ეუბნებით, როგორ გეკადრებათ, მე ჩემს საქმეზე მივდივარ, მაგვიანდება. და პოლიციელი გეუბნებათ თქვენი საქმე გადაიდოს უნდა, ეხლა უნდა წაბრძანდეთ და შარდი ჩააბაროთ. თან ეს გონივრული ეჭვიც ხო რაღაცნაირი ცოტა ბუნდოვანი ტერმინია. ძალიან ბუნდოვანი იყო, არ იყო განსაზღვრული. ეს პრაქტიკა დაიწყო სიამლეში 2006 წელს. და როგორც კი ეს გონივრული ეჭვის ამბავი საერთო რეგულაცია ბრძანება გამოიცა შსს მინისტრის და მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის და მაშინვე ასე ვთქვათ სტატისტიკა ქუჩაში ასე ადამიანების გაჩერების ავარდა ზევით. ეხლა კვლევები არსებობს, რომლებიც გიჩვენებთ, რომ ეს სტატისტიკა მიყვება საარჩევნო ციკლს. ესე იგი, წინა საარჩევნო თქვევით არის საარჩევნების მერე, რომ დისციპლინირება რომ უნდათ მოსახლეობის ადის დრამატულად ზევით. და აი ეს 4 წლიანი ციკლია. ანუ კარგად აჩვენებს ეს, რომ ეს ფაქტიურად პოლიტიკური манипуляციის კიდევ ერთი საშუალებაა. მით უმეტეს ტრადიციულად რაღაც მომენტში, სხვათა შორის ეს შეიცვალა. ეს ხელისუფლება მოვიდა წინასაარჩევნო დაპირებით, რომ მოხდებოდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა და ზუსტად იგივე საარჩევნო ციკლს წაყვა ეს ქუჩის ტესტირებები. მართალია დასაწყისისთვის 2/3 ადამიანი არ იყო ზემოქმედების ქვეშ. აი ამ ქუჩის ტესტირებით, ასე ვთქვათ, დაკავებული ადამიანების წარმოიდგინეთ, ჩაგაბარებინეს ეს შარდის ანალიზი და გეუბნებიან, რომ არ არის თქვენი შარდი პოზიტიური. და არავინ ბოდიშსაც არ გიხდით, რომ მოგაცდინეს, წამოგიყვანეს, იქით მადლობელი უნდა იყოს, რომ შენ ამ ეტაპზე დაკავებული არ ხარ და მოკლედ მე უბრუნდები შენ საქმეებს დაგვიანებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა, ხო, მე ესე იგი რასაკვირველია ადამიანის უფლებების დამცველები ამ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ იბრძოდნენ, იმიტომ რომ არა მარტო მომხმარებლებს, არამომხმარებლებსაც ძალიან ღირსების შემყნელი პრაქტიკა იყო და ადამიანს სინამდვილეში საკანონმდებლო რეგულაციით, რაც აქამდე იყო, ჰქონდა უფლება რომ ეთქვა, რომ უარი ამაზე.
და ეს არ განიხილებოდა, რომ ის არის ზემოქმედების. ეხლა ისე იცვლება კანონმდებლობა, რომ შენ თუ არ სიტყვი, არ მოწყდები ყველა შენ საქმეს. არ წაყვები ექსპერტიზაზე, არ ჩააბარებ შარდის ანალიზს. შენ განიხილები როგორც ასე ვთქვათ, ფაქტიურად ისჯები ადმინისტრაციული წესით. უარისთქმის უფლება აღარა გაქვს, ანუ ამ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში. ხო, და ეს იქნება ჩვენ მოწმეები ვართ, ეს მიყვება საარჩევნო ციკლს, ეს ვიცით, რომ ძალიან ფაქტიურად ტრადიციულად ადამიანის უფლებების შელახვის საფუძველი იყო და ფაქტიურად ეს არის ძალიან მაღალი რისკის ცვლილება, რომელსაც არ მოაქვს, ქუჩნარკოტესტირებას არ მოაქვს პრევენციული შედეგი, ამის კვლევებიც არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ის მოხმარებისგან ადამიანს არ იცავს, არ აზღვევს, არ ეხმარება. და ეხლა მეორე. კი ბატონო, დაასრულეთ. მეორე, რაზეც ლაპარაკი არის მკურნალობის ფაქტიურად იძულებაზე და ესეც ძალიან დესტრუქციული ნაბიჯი არის უკან. იმიტომ რომ თანამედროვე მტკიცებულებას თუ გავითვალისწინებ და მტკიცებულების გარეშე და პროფესიული ცოდნის გარეშე, როგორ შეიძლება დაგეგმო ისეთი სერიოზული რამ, როგორც არის ნარკოკანონმდებლობის რეფორმა, ნარკოპოლიტიკის რეფორმა, ნარკოსტრატეგიის ცვლილება. ისეთი სამაგალითო ნარკოსტრატეგიის დოკუმენტები გვაქვს შემუშავებული, რაც სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, ძალაშია შესული. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ახალი კანონმდებლობა სრულად ეწინააღმდეგება მათ შორის ეხლა ამჟამად აი ის მოქმედი სტრატეგია, რაც გვაქვს 23-30 წლების ეროვნული ნარკოსტრატეგია და პრევენციის ნარკოსტრატეგია 26 წლის ჩათვლით, რაც გვაქვს, არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, პრაგმატული, საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი და ზრუნვაზე ორიენტირებული. თუმცა აი ამ კაცრ არალიბერალურ ნარკოკანონმდებლობის გარემოში, მაგრამ მაინც პროგრესული ნარკოსტრატეგია გვაქვს. ეხლა ფაქტიურად აი რომ გადავდგით ეს ნაბიჯები წინ და 20 წელი მოვუნდით. 2005-დან დავიწყეთ აი ამაზე მუშაობა და რამის არის 20 წელი მოვუნდით, რომ ამ ნიშნულთან მოვსულიყავით და ეხლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ვიღაცა მიადგა ამ 20 წლის ნაშენებ, ასე ვთქვათ, მიღწევას და უროთი ანგრევს, იმიტომ რომ იძულებითი მკურნალობა არ არის ეფექტური. რას ნიშნავს, ესეც უნდა განისაზღვროს სავალდებულო მკურნალობა. ჩვენ მაგალითად საექსპერტო კვლევითა და გამოთვლებით და კონსენსუსით ყავს სადღაც 58,000 წამალდამოკიდებული ადამიანი. მკურნალობის შესაძლებლობა ამის ნახევარსაც არა აქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ არსებობს ამდენი უფასო მკურნალობის შესაძლებლობა. და როდესაც შენ არ აქვს მკურნალობის შესაძლებლობა, იძულებით მკურნალობა, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს და სავალდებულო მკურნალობა? ამაში სავალდებულო 2002 წლის კანონმდებლობაში ეწერა, მაგრამ არ განხორციელებულა არასოდეს, იმიტომ რომ სამკურნალო ადგილები არა გვაქვს. ხო და რა გამოდის, მაშინ ციხეში ვუშვებთ ამ ხალხს. მაშინ ეს იძულებითი მკურნალობა, აი საბჭოთა იძულებითი რეპრესიული, ასე ვთქვათ, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური რეჟიმის, ასე ვთქვათ, რეალობაში დაბრუნებაა და ესეც ადამიანის უფლებების შელახვის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს. და ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს ალბათ, როგორი მოქმედებს ეს სავალდებულო მკურნალობა, იძულება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გრძელვადი ამ პერსპექტივაში. რასაკვირველია, ხო, დადებით შედეგს არ გამოიტანს და უარყოფით შედეგის რისკი მაღალია, ადამიანის უფლებების შელახვის რისკი მაღალია. ზოგადად, ასე ვთქვათ, გაუგებარია რაზომას, აი იყო საბჭოთა კავშირის დროს რუსულ სიტყვას მიხმარ, იმიტომ რომ რუსული ფენომენია, ტურმა ბალნიცა, ფსიქიატრическая ტურმა ბალნიცა და აი ნარკოლოგიური, თქვა, თავისი გისოსებით, იძულებით, სხვა შორის აი ეს ნარკოლოგიური ექსპერტიზაც ასე ვთქვათ, ყვაოდა და კორუფციის დიდი მახე იყო მაგალითად შევარდნაძის პერიოდში. ხო და რა არის იცით იმ პირობებში, როდესაც ასეთი, ასე ვთქვათ, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს ქვეყანაში ნარკოსტრატეგიის, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით და კიდევ მეტად შეიძლებოდა აი ამაზე დაშენება, ასე ვთქვათ, უფრო კონსტრუქციული ზრუნვაზე ორიენტირებული მტკიცებულებითი მიდგომების, რაც დამტკიცებულია, რომ ძალიან ეფექტურია ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოსტრატეგია.
და რა გვაკლია ფაქტიურად იმისთვის რომ ზრუნვაზე ორიენტირებული განვახორციელოთ გვაკლია ის რომ არ არის ნება პოლიტიკური ნება რომ დავაბანდოთ ჩვენი რესურსები სწორ მტკიცებულებით პრევენციაში რომელიც არ არის პლაკატებით სირბილი და თქვა რომ ნარკოტიკები ცუდია სარისკოა დაგაზიანებს არ მოიხმარო ეს ხშირად პოპულარიზაციას ეწევა ხოლმე ამისი ბევრი მაგალითი გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკიდან და ადგილობრივი პრაქტიკიდანაც კურნალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი. ძალიან დაბალი ზღურბლი უნდა ჰქონდეს სამკურნალო სერვისებს. რეაბილიტაცია საერთოდ არ აქვს ქვეყანაში. და ზიანის შემცირებას ფაქტიურად სახელმწიფო არ აფინანსებდა, არასოდეს ყოველთვის გლობალური ფონდი აფინანსებდა ზიანის შემცირების, აი ესეთ ტრივიალურ დაბალზღურბლოვან სერვისებს, როგორიც არის ნებაყოფლობითი ტესტირება, კონსულტირება, საინექციო ინსტრუმენტების, ასე ვთქვათ, უსაფრთხო საინექციო ინსტრუმენტების ყოფა და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ სწორი ნარკოპოლიტიკა რა არის? ეს კარგად არის ცნობილი მსოფლიოში, იმიტომ რომ ისეთი კაი მაგალითები გვაქვს, როდესაც გაჯანსაღებულა, ეხლა ერთ-ერთი უახლესი მაგალითი არის პორტუგალია. ფაქტიურად 90-იანი წლების ბოლოდან დღემდე გაჯანსაღდა იქ ნარკოვითარება, იმიტომ რომ არა სადამსჯელო ღონისძიებებით, არამედ უფრო ჰუმანური მიდგომით არა? საჯამსჯელო ღონისძიებებიდან ზრუნვის ღონისძიებებზე, შსს ასე ვთქვათ, შსს იქ სწორედაც რომ მოწოდებას ებრძვის და რაც შეეხება პრევენციას, კურნალობა რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებას, ეს ჯანდაცვის ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. პური ხაბაზმა უნდა აცხოს ზოგადად და არსებობს გაერო სტანდარტები, რომლებიც პირდაპირ გვეუბნება, რომ კამპანიები, ანტინარკოტიკული საინფორმაციო მედია კამპანიები კარგ შემთხვევაში შედეგის მომტანი არ არის და ცუდ შემთხვევაში დამაზიანებელია და პოპულარიზაციას, აი რო ეუბნები არ გაიკეთო, არ მოიხმარო. მეტ ინტერესს აჩენს, როგორც აკრძალული ხილის მიმართ და რაც მთავარია, აი კიდე უნდა ითქვას, რომ როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ რამდენიმე თვეა მუშაობენ, მუშაობს საპარლამენტო უმრავლესობა, მუშაობს საპარლამენტო უმცირესობა, როგორც ახლა არქმევენ, არ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტურად თანამშრომლობაში იმ ორგანიზაციებთან, ინსტიტუციებთან, საექსპერტო თემთან, პროფესიულ თემთან, ვისაც ამაში ცოდნა, პროფესიული უნარჩვევი და გამოცდილება აქვს და რო არ მოხდა, ფაქტიურად არ ითვალისწინებენ ყველაზე მთავარს. საქმე იმაშია, რომ ნარკოტიკების მოხმარება და წამალდამოკიდებულება და ნარკომანია, როგორც ყოფითად უწოდებენ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის რისკის მაღალი ფაქტორები ამ პრობლემის გასაჩენად. და რა არის ეს რისკის ფაქტორები? ეს არის ის, რომ პრევენციისა და მკურნალობის მტკიცებულებითი პროგრამები და შესაძლებლობები მწირია, რეაბილიტაციის შესაძლებლობა ძალიან მწირია, მარტო კერძო სერვისი არსებობს პატარა მასშტაბით მუშაობს, მაღალ ანაზღაურებადია და ხალხისთვის მიუწვდომელია. სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ეს არის პირდაპირ სოციალური დეტერმინანტი წამალმოხმარების, აზარტული თამაშების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების. ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული სერვისები, გავრცელებული აშლილობებისთვის, როგორიც არის დეპრესია და შფოთვა და პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რაც ყველაზე ხშირი მიზეზი არის წამალდამოკიდებულების ფაქტიურად. არ არსებობს უფასო სახელმწიფო სერვისები. ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის. ჯანსაღი ცხოვრების წესი როგორ უნდა გაწიოთ პოპულარიზაცია, როცა როგორც მკურნალობა არის ჩვენთან ფაქტიურად ხელმიუწვდომელი უმრავლესობისთვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესს ძალიან დიდი რესურსები უნდა. უნდა ჯანსაღი ყვება, უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, რომ ოჯახი იყოს და ქართველობას გვართმევენო, რომ ამბობენ, იცით რა გვართმევს ქართველობას სინამდვილეში? დედას რო არ შეუძლია თავის შვილთან იყოს და მიდის საზღვარგარეთ და იქიდან უგზავნის ფულს, რომ შვილმა რამე ჭამოს. მამა რომ მთელი დღეს სახლიდან არის გასული, რომ ლუკმა პური იშოვოს და ვერ შოულობს და ოჯახი რომ ნახევრად ფშიერია და ბავშვები ვერ ხედავენ თავის მშობლებს.
ანუ ეს იმხელა რისკის ფაქტორია. თუ ჩვენ უმუშევრობას არ აღმოფხვრით, ვირბინოთ პლაკატებით და ვთქვათ, რომ ცუდი არის ნარკოტიკები და აბა იცხოვრეთ ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესით. რომელი ჯანსაღი ცხოვრების წესზე არის ლაპარაკი, როდესაც აუზის აბონემენტის ფასები ვიცით ჩვენ ყველამ, რომ ეს მისაწვდომია მხოლოდ მაღალი ფინანსური შესაძლებლობების ოჯახებისთვის და ეს ნამდვილად ქვეყანაში უმრავლესობა არ არის. შვეიცარიაში მაგალითად ვიცით, რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა. მახსოვს 2019 წელს კოლეგებთან ერთად საუნივერსიტეტო ვიზიტი ჰქონდა ციურიხის უნივერსიტეტში და ვიწერებოდი ხოლმე იქიდან მეგობრები მეკითხებოდნენ, რომ რა ხდებაო მანდ და ვიწერებოდი, რომ შესანიშნავი ჰაერია. იცით რატო? დანარჩენი ყველაფერი ძვირი იყო. აი ჰაერი იყო უფასო რომ გესუნთქა რა. მაგრამ კარგ ჰაერსაც მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. აი ახლა აირწინაღები რო გჭირდება და ამაზე ზრუნვა რო არ მიდის და დეველოპერებს რო მიყავთ, ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი ცხოვრება იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს მოусმინოთ და ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ, ეს უკვე აღარ იძლევა ცხოვრების ჯანსაღი წესის საშუალებას, მაგრამ შვეიცარიაში როცა ვიკითხეთ რა ღირს წლიური აბონემენტი ცურვის 5 ევრო მთელი წელი. რატო იცით? იმიტომ რომ ფინანსურად მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად ძვირი ქვეყანა ფინანსურად იქეს ხელმისაწვდომია. უნდა იყოს ფინანსურადაც ხელმისაწვდომი, გეოგრაფიულადაც ხელმისაწვდომი, ასაკობრივად. და როდესაც პოლიტიკოსი გამოდის მაღალი ტრიბუნიდან და ამბობს, რომ თვეებია მუშაობს ნარკოპოლიტიკაზე და ამბობს, რომ ეხლა გააკეთებს კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის და ანტინარკოტიკულ საინფორმაციოს, ეს იცით რას ნიშნავს, რომ არაფერი არ აქვს ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი ცხოვრების წესის საშუალება არ აქვს, არ აქვს მკურნალობის საშუალება და მკურნალობას იძულებითი, არ აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის საშუალება და ეუბნები, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეო და არც ერთ რისკის ფაქტორს ფაქტიურად გამოდის, ან არ იცნობს, არ ანაქცევს ყურადღებას და თვლის, რომ დასჯით პრობლემას მოაგვარებს. ეს არის მითი. თუმცა სპეციალისტების შეფასებით ეს ასე არ მუშაობს და ეს ასე არ. ეს არის მითი. დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკა იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის გამსხვერპლებას, ვიქტიმიზებას, ზოგადად საზოგადოების კონტროლის საშუალება ხდება, აი როგორც არ მოიხმართ, მაგრამ გაგაგზავნეს ამ შარდის ანალიზზე და უარს თუ იტყვი, ჩაითვლება, რომ ესე იგი ფაქტიურად დამნაშავე შეიძლება იყოს. არა, დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ უკვე დასჯას ექვემდებარები. ესე იგი ფაქტიურად ღირსების აყრა არის ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ არავითარი დახმარება არ არის არც მოზარდი თაობისთვის, რომ მართლა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და არც დაავადებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომ ზრუნვის ქვეშ იყვნენ. ხო და აბა რა ვთქვა ახლა, აი მართლა ისეთი განცდა გვაქვს პროფესიულ თემში, რომ რაც იყო აქამდე მიმართულება აღებული სწორი. ხო და ამის თქმა, რომ დღევანდელი ცუდი ნარკოვითარება არის ლიბერალური კანონმდებლობით თუ პოლიტიკით გამოწვეული, ეს მოტყუება არის საზოგადოების. სად არის ლიბერალ დამანახეთ, აი, რა ვიცი, რომელი სათვალე გავიკეთო, იქნება იმისი, ხამის ხედვის სათვალე გავიკეთო და ნახოთ, სად არის ლიბერალური ნარკოკანონმდებლობა ან ნარკოპოლიტიკა საქართველოში. თუმცა მიმართულება რითიც მივდიოდით, იყო პრაგმატული, იყო ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეხლა ეს უროთი ინგრევა და ვრუნდებით საბჭოთა ნიშნულზე, ვინ გადაწყვიტა, რატო გადაწყვიტეს, რატო არ კითხეს პროფესიონალებს აზრი, მაგრამ მე ეს გვიჩენს ეჭვს, რომ ალბათ ამისთვის არ კეთდება, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. ხო იცით, ქაღალდი ყველაფერს იტანს და სარჩულებს ხედავთ ამაში. რა ვიცი, უნებლიეთ მოდის ეს აზრები, იმიტომ რომ ქაღალდი ყველაფერს იტანს და შეიძლება მე მოიტყუო, რომ გამოვასწორეთ ნარკოპოლიტიკა. ქონდა ასეთი ინციდენტი 2013 წელს. ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენციაზე ვზრუნავდით და მაშინაც კარგად ვიცოდით, რომ არ იყო ანტინარკოტიკული მედია კამპანია, არ იყო ამისი მეთოდი, რომ შემცირებულიყო მოხმარება, იმიტომ თან ყოველ თვეში ახალი მოლეკულა, ასე ვთქვათ, იქმნება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ფორმით იცვლება და კანონმდებლობაში ვერ შეიტანა, დამსჯელობითად ვერ მიუდგები ამას. უნდა სერიოზული მუშაობა გაწიო, რომ ამის პრევენცია გასწიო მტკიცებულებით. მოკლედ
ჩატარდა მედია კამპანია და მე ასე ვთქვათ იმ უწყებამ რომელმაც ჩაატარა ეს მედია კამპანია ტელევიზორში გამოდიოდნენ და ერთად უთხრა თუ არის ნარკოტიკებს ვამბობდნენ. და თქვენს რომ 99%-ით შეამცირეს მოხმარება, თუმცა ეხლაც ხალხი გვეღუპება ამ ახალი ფსიქოაქტიური საშუალებებით. ქაღალდი ყველაფერს იტანს, ყველაფრის მოტყუება შეიძლება. ისიც ძალიან კარგად გვესმის, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საუკეთესო პიარის საშუალება არის ნარკოტიკებთან ბრძოლა. რომ შენ ვიღაცას ებძვი, რაღაცას ებძვი, თეცხენზე ხარ ამხედრებული, შუბი გიჭირავს და მე საათ მიატრიალებ ამ შუბს, სადაც მოგინდება იქით მიატრიალებ. ოპონენტის წინააღმდეგ ნებისმიერი შეიძლება გახდეს სამიზნე. მოკლედ ვხედავთ ძალიან დიდ რისკს ადამიანის უფლებების შელახვის, საზოგადოების ღირსების შელახვის და ვერ ვხედავთ ან პრაგმატიზმს, ან სასარგებლობას, ან იმას, რომ რაიმე მტკიცებულებას, ან რაიმე პროფესიულ ცოდნას ეს ეფუძნება.